სანამ ჩვენი პოლიტიკური პარტია არ გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, მთელი ოპოზიციური სპექტრი იყო ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ. ხო, ეს მოცემულობა ეცვლადია, რასაც იყოდა ნაცმოძრაობა, დღეს ახლა კი არის შაგრენის ტყავით რაღაც შევიწროებული, დაპატარავებული და განადგურებული და დეგრადაციის გზას ადგას, მაგრამ არის მოცემულობა ჩვენ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება დავიწყეთ, დამოუკიდებელ პოლიტიკურ სიტყვას ვამბობდით ყოველთვის, განსხვავებულს ვიღაცისთვის მიუღებელს, მაგრამ ეს არის ჩვენი პოლიტიკური გზა, პრაგმატული პოლიტიკა, ცივი პოლიტიკა და ეს ცივი პოლიტიკა და რესურსების დაზოგვა და მათ შორის იმ მეთოდებით ბრძოლა ბიძინა ივანიშვილთან, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, არის სწორედ ამ წარმატების გასაღები. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც უზარმაზარ რესურსებს უპირისპირდებით ძალადობრივ რეჟიმს, პროპაგანდას, რომელიც უზარმაზარ ფინანსურ სახსრებზე დგას და რეჟიმის ბიზნესმენებს. დღეს რეჟიმი ეხა ყანყალებს ფაქტობრივად, თუმცა ნუ რა ვისექნება განცდა, რომ აი ჩამოიშალონ ეს ადამიანები. ჩვენ გვჭირდება ეხა გამძლეობა. ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი იყო ყოველთვის დივერსიფიცირება გავლენის ჯგუფებს შორის ძალაუფლების. დღეს როგორც ჩანს რაღაც სტილი შეიცვალა ერთი ადამიანის ქვეშ აქცევს ამ ძალაუფლების ვერტიკალს. ობახიძის, ნუ ფაქტია მოცემულობაა, პარტია, ნუ ერთადერთი ბასტიონი ხელისუფლების, რომელსაც არ მიაკარებს არასდროს, ეს არის სასამართლო ხელისუფლება, რომელსაც არ დაუშვებს ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი გავლენის მიღმა დარჩეს. დანარჩენი ეს არის ფასი, რომელსაც უხდის კობახიძეს იმისთვის, რასაც კობახიძე გააკეთებს მისთვის, მაგრამ რაც უფრო ძალაუფლების ამას ხშირად ვსაუბრობ, ქარაფზე ადის ირაკლი კობახიძე მისთვის იქიდან გადმოვარდნა ისეთი მარტივია, რომ ვერ წარმოუდგენია